Bahar რა მოხდა? ეზელის გამოდარდო? ხოლო ჩემი ძმა გაკლიათ. სამწუხაროა რომ ისიც თქვენთან ერთად არ არის. სამწუხაროა. ოღონდ ის თქვენთან ერთად არ იმუშავებდა. შერწყვებოდა. აბა დაფიქრდი. მან კაცი მოკლა. შეცდომას ყველა უშვებს. ხანდახან შენს ოცნებობ ხოლმე ძმაოვალი. იქნებ უმერი მკვლელი არ არის. იქნებ მცველი სხვებმა მოკლეს და უმერს დააბრალეს. იფიქრი ამაზე ძმაოვალი. შენ არ თქვი ხანდახან ყველა ცდებაო. იქნებ მკვლელები შეცდნენ და რამე სამხილი დატოვეს. სამხილი რაც მათ დანაშაულს დაამტკიცებს. იქნებ სადმე დამალეს. წარმოიდგინე რომ ჩემი ძმა არ მომკვდარა, უკან ბრუნდება და ამ სამხილს პოულობს. ამაზე ფიქრისაც კი მაშინია. იმ ხალხმა ისევ რომ მოკლა შენი ძმა. დაჯექი ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკოთ. არა. ძმაოვალი, შენ დაინახე უმერმა როგორ ესროლა მცველს ზურგში. უმერს არავისთვის არ უსრია ზურგში. მოიცადე მერტ, მოიცადე. იმედია ხელი არ შეგიშალეთ. ზოგჯერ ვგრძნობ რომ ხელს ვუშლი. თითქოს სხვა უყვარს და მე მათ შორის ვდგავარ. თითქოს ვცდილობ იმ ქალს წავართვა. არა. შენ არ შეგიძლია მისი წართმევა. მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდები, როგორ ახერხებს ასე ადვილად შენს მართვას. ის არ არის შენთან, მერე უცებ გამოჩნდება თავგზას გირევს. ის არაფერს შუაშია. მას ჩემთვის მხოლოდ სიკეთე უნდა. აბა ვისი ბრალია? როგორ თუ ვისი? იმ ქალის. ასე რატომ ლაპარაკობ? შენ ხომ არ იცნობ იმ ქალს? კიდევ კარგად ვლაპარაკობ მასზე. ეზელს უნდა რომ მე ვუყვარდე, მაგრამ არ გამოსდის. რა შუაშია ვიღაც ქალი, თუ უნდა შეგიყვარებს? თანაც შენ ხომ არ იცი ჩემ გამო რაზეა წამსვლელი. ვინც ის კიდევ რას იზამდა რომ არა ის ქალი. ის წარსულში უნდა დარჩეს, წავიდეს და აღარასდროს დაბრუნდეს. რას ამბობ? შენ საიდან იცი რა იყო მათ შორის? იქნებ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო. საიდან იცი? ეზელი უცოდველ მსხვერპლად მიგაჩნია. ის ქალი კი ეშმაკად. ო, მართალი ხარ. მე არ ვიცნობ იმ ქალს, მაგრამ ეზელს ვიცნობ. გასაგებია? კარგად ვიცნობ. შენზე უკეთ. საქმე მაქვს დროზე მითხარი რა გინდა. შენი ერთადერთი საქმეა, ისი რა არის ალი? რამის უნდა დაემალო? სად არის ის ბიჭი? სად არის მარტი? ზიას ველაპარაკე. გაკვეთილი პირველი. საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებებს ყველა თავისთან ინახავს. კაზინო მათთვის საკუთარი სახლივითაა. სწორედ იქ დამალავდნენ მსგავს რამეს. მაგრამ რა სიზამს ადგება და ასე პირდაპირ მომიყვება ყველაფერს? არა. შენ შეამზადებ, გააბრაზებ. წყობიდან გამოიყვან. შეძლება მას? და თუ მართალი ხარ,
ამას აუცილებლად დაინახავ. რომ შეიძლება მკვლელები შეცდნენ და რამეს სამხილი დატოვეს. იქნებ სადმე გადამალეს. პირდები, მე შეგახვედრებ ძიას. მართლა? გარემ თვალებით ამეხვია, რომ არ გავიქცე, როცა დანას გამიყრიან. ეგ საჭირო არ არის, ალი. შენ ისედაც ვერაფერს ვერ ამჩნევ. არა, მე ვამჩნევ, როცა მახეს მიგებენ. ჩემი დაჭერა ადვილი არ არის. საწავიდა ის ბიჭი. ბატონი ეზელი აქ დამელოდება. ალი, მაინც რას დაუწყებ ძებნას? კარადას, სეიფს, რაღაცას კოდიანი საკეტით. შიფრი მხოლოდ ალიმ უნდა იცოდეს. როგორ მიხვდები რა იქნება ეს? ისე ვიფიქრებ როგორც ალი. ალი კარგად იმახსოვრებს ციფრებს. ეს ციფრების ცნობილი კომბინაცია უნდა იყოს. დაბადების დღე, ტელეფონის ნომერი. წარსულიდან რაღაც თარიღი. ზარცვის თარიღი. უკანასკნელი საჩუქარი სარდარისგან. უყურე როცა მარტო იქნები. გემბანიდან ჩამოხვედი. მაგრამ როცა გამოცდას გაევლი, ნებისმიერ დროს ისევ შეძლებ გემბანზე ასვლას. ჩემი ძმის ნაცვლად? შენი ძმის ნაცვლად. ნახვამდის. დეპო. წავედით. სრაფად. წავიდა. კარგი მანქანას მოვიყვანთ. ძმაუასე, სათხე, რაღაცას მივაგენი. აქედან ვერ წახვალთ. მარტო შენ ვერ გამკლავდები მაგათ. უკვე გვიანა, უკვე დასახევი გზა აღარ არსებობს, წარმატება მისურვე. სტამბოლი 1996 წელი. დამიკო, შემომხედე. იცი რამდენიმე ვარჯიშებ? ყველას ვაჯობე. აბა ერთი გაბედონ და ნაკრებში არ ამიყვანონ. ძმაო. მერტ, დაჯექი სალაპარაკო მაქვს შენთან. უნდა ვივარჯიშო. სულ 2 საათი დარჩა. მოდი აქ. მერტ, ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა. ზოგჯერ შენ ძალიან ცდილობ და ჯილდოსაც იმსახურებ, მაგრამ იცი გარშემო მხოლოდ კარგი ადამიანები არ არიან. ცუდებიც არიან.
რაც არ უნდა გავუკეთო, ისინი მაინც ცუდად გექცევიან. ნაკრებში არ ამიყვანენ? არა? არა გიყვანენ, ზამიგო. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც არ აგიყვანენ. ეს უსამართლობაა, მაგრამ არ აგიყვანენ. გაიგე, რა გითხარი მერტ? გავიგე. აბა ვნახოთ. ამიყვანენ. არ წახვალ იქ. არ დავუშვებ იმას, რომ ჩემი ძმა დაამცირონ. ამასაც ვნახავთ. მერტ მომისმინე, ნამდვილად არ აგიყვანენ. ვნახოთ, ზამიკო. მერტ. ეს ჩვენი ბრალია. თავი ვერ შევიკავეთ, ვერ მოვახერხეთ, რომ გავჩუმებულიყავით. გუნდში თუ არ ამიყვანენ, შენ ისევ ასე იფიქრებ. მაგრამ თუ ამიყვანენ, შენ თავს არაფერში დაადანაშაულებ. ვერ დაუშვებ იმას, რომ ჩემმა ძმამ თავი დამნაშავედ იგრძნოს. არ აგიყვანენ მეთქი. ამასაც ვნახავთ. არ დაგიჯერა რა. შენ როგორ გონია? სტამბული 2010 წელი. გულუბრყვილობა შეცდომა არაა, რომელიც უნდა გამოასწორო. ის არც სისუსტეა. გულუბრყვილობა სურვილია, მოეჭიდო იმას, რისი დაჯერებაც გსურს. გააჩერე მანქანა, გააჩერე. takip etme. არ გავყვეთ უკან. Niye? რატომ? სელიმ. როცა დაიჯერთ, შეემოწმეთ ჩემი რომელიმე ნივთი ხომ არ აქვს თან. თუ აქვს სადმე მოყუშებულ ადგილას აიყვანეთ და ჩემს ბრძანებას დაელოდეთ. გაჩუმდი დეპო. გაჩუმდი. გაჩუმდი. მარჯვნივ შეუხვიეთ თუ შეიძლება. Hadi. კარგი. აი აქ გამიჯერეთ. ფარები ჩააკვეთ. Ne oluyor kardeşim? რა ხდება? დიდი მადლობა მეგობარო. ზოგჯერ სიბნელეში მარტო მიმავალს გიწევს საკუთარ გულუბრყვილობასთან დამშვიდობება.
მომეცი. მომეცი ზურგჩანთა. Alo. Алло. არა. Hayır. არა. 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 გაგვიქცა ძმო. დაგვისხლთა ხელიდან. გაგიქცეთ. როგორ? Neyse. მნიშვნელობა არ აქვს. Ben seni sonra დაგირეკავ თუ მოახერხებ. arayabilirsin. Hoş geldin. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Gece gece აუში ბანაობა გადაწყვიტეთ ზია. dayı. მერც მიეცი, ცოტა იმუშაოს. მე ჩემ შესახებ კითხავს. უთხარი რომ არ მოსულ ვარ. მე რა სიზამს? რასაც საჭიროდ მეეშნევს. მერტი შენთან მოდი ზია. გასაგებია შვილო, ახლა სიბნელეში დაეხეტება თვალდახუჭული. თვალებს აუხელ და უკან გამოგზავნი. კაზინოში გაუშვებ. ზია, ბიჭი გაწოფებულია, არავის არ უჯერებს. ეგრე ჯობია შვილო, როცა სხვებს არ უჯერებს, თავად სწავლობს ყველაფერს. ასე არ არის? Ali abi. ზმაოლე. სათადარი გოგეგმა იმ შემთხვევაში თუ არ დამეჯერებს. ეზელ. რატომ არ თულებ ასე ყველაფერს? შენ თვითონ რატომ არ ეუბნები სიმართლეს?
İki sebep. ამისთვის ორი მიზეზი არსებობს. მერტისთვის არაფრის თქმა არ შეიძლება. მერტს რაღაცის გაკეთება თუ მოუნდება, მით უმეტეს თავისი ძმისთვის მაინც გააკეთებს. ამიტომ აჯობებს თავი დავანება. თვითონ უნდა გაიგოს ყველაფერი. Olmasına izin vermem gerek. İki. მეორე მიზეზი? Onu საკუთარ თავს 12 წელი ამისთვის ვამზადებ, კამილ. ყველაფერი შევცვალე. Şimdi ახლა კი ყველაფერი მერტს უნდა დავატეხო თავზე. Tereddütün mü var? ყოფმანობ? zaten მაინც გაიგებს. უკან დასახები გზა არ არსებობს. ama hazır. მაგრამ მერტი ჯერ მზად არ არის. ამიტომ თვითონ უნდა ნახოს, რა საქმეში აპირებს შარევას. Üç. და მესამე? Ya üç. მესამე მიზეზიც არსებობს. Üç. Mert. მერტი გაიგებს, რომ მისი ძმა ცოცხალია. Senin. ის გაიგებს, რომ შენ ომერი ხარ. Asıl. მესამე მიზეზიც არსებობს, მაგრამ შენ გაჩუმდი და არაფერი თქვი ამის შესახებ. არ გავჩუმებულ ვარ. Öyle korkuyorum ki. ძალიან მეშინია, რომ რაღაც ისე არ გამოვა კამელ. საკუთარ თავსაც კი ვერ ვუთხდები ამაში. წარმოიდგინე უმცროს ძმას გადავეხვევი. ძმას დაუძახებ, ისიც დამიძახებს, ომერს დამიძახებს. ასეთი რამ შესაძლებელია კამელ. ეს რეალურია. Mümkün mü Kamil? რამდენიმე საათში ისევ შევხვდები ჩემს ძმას. Birkaç saat işte. რა Sonra თქმა უნდა შევხვდები. kardeşime yine kavuşacağım. სტამბული 1996 წელი. შეხედეთ, ეს მისი ბოლო დარტყმაა. საბრალო. Yoruldun. Bırak istersen. დაიღალე, აჯობებს შეისვენო. Bir daha. კიდევ აპირებ? დამიკო. Ne yapıyorsunuz ya? თქვენ აქ რას აკეთებთ? რა ხდება? გაგიჟდით? Delirmedik. არა, Maça gel. თამაშზე მოვედით. Biz dördümüz. ოთხნი ვითამაშებთ გუნდის წინააღმდეგ. თუ მოვიგებთ მერც აიყვანთ. Olur mu öyle şey? ესე არ შეიძლება, ეს აკრძალულია. Kes lan sesini. მოკეტე და მიეცი თამაშის უფლება თორემ. Yoksa ლურც დაგიჩუტავთ. patlatırım გასაგებია? topunuzu. Ne oldu? რა იყო? Korktun mu? გაშინია? სტამბული 2010 წელი. სტამბული 1996 წელი. გოლი, გოლი. გოლ! გოლი. გოლ! კარგია. გოლ! მაგარი ხარ. Tamam. კარგი, კარგი. Tamam. კარგი. Tamam Mert. კარგი მერტ. Takımdasın. გუნდში მიღებული ხარ. გმადლობ, მაგრამ დაგაგვიანდათ. მე ბრაზილიის ნაკრებში გადავდივარ. სტამბული 2010 წელი. Hatırladın mı? გაგახსენდა მერტ. Hatırladın mı? გაგახსენდა?
საიდან იცი ამ ადგილის შესახებ? Ben მე Mert. მერტ ეს შენ გააკეთე. შენ გააკეთე ამ ყველაფრის ორგანიზება. რამისთან ერთად ხარ? მასთან მუშაობ. ეს ხომ აშკარაა. შენ ზუსტად მისნაირად მსჯელობ. Mert. მერტ მოიცადე Bir bak. შემომხედე რას შევხედო? Mert. მერტ შემომხედე Bir adam. კარგად შემომხედე Ne görüyorsun? რას ხედავ მერტ Kimi görüyorsun? ვის ხედავ Bırak. თავი დამანებე. Mert. მერტ რა გაქვთ ჩაფიქრებული შენ და რამის? მასთან მუშაობ. მასთან მუშაობ ხომ ასეა? ასეა თუ არა? გინდათ მოგეხმაროთ რომ ჩემი ძმის გამო შური იძიოთ. თუ ასეა თანახმა ვარ. წარმოდგენა არ მაქვს რას ფიქრობთ და რას გეგმავთ. მაგრამ მეც აყვებით. თქვენთან ვარ. ოღონდ ჩემს ძმას ნუ გარევ თამაში. ჩემს ძმას ნუ გარევთ, გასაგებია? ეს ჩვენი ადგილი იყო. მისი და ჩემი. მხოლოდ მისი და ჩემი. Tamam işte. ო ჩვენი ადგილი იყო გმარა, გეყოფა. ნუ აკეთებ ამას. ნუ იქცევი ჯენგიზევით. Cengiz. ჯენგიზივით ნუ იქცევი მისნაირად, ნუ ცდილობ ჩემი ძმის ადგილის დაკავებას. ვერავინ ვერ დაიკავებს მის ადგილს. მერტ გთხოვ კარგად შემომხედე და რა, შენ რომ შემოგხედავ ჩემს ძმას დავინახავ? გინდა რომ ის დავინახო? რატომ? ის ისედაც მოგდა. რატომ გინდა რომ ჩემი ძმა მეხსიერებიდანაც ამოვშალო? ამის ნებას არ მოგცემ. ვერავინ ვერ დაიკავებს ჩემი ძმის ადგილს. მერტ გეხვეწები გთხოვ შემომხედე ჩემი ძმა შენ არ გავდა. შენ მას ვერასდროს ვერ შემიცვლი. რატომ მეკცევით ასე? რატომ მართმევთ ძმას? დამიტოვეთ ჩემი ძმა. ეზელ მე მოგეხმარებით. რა თქმა უნდა მოგეხმარებით, ის ხომ ჩემი ძმა. ზად ვარ მისთვის მოვკვდე კიდეც, ოღონდ ნუ წამართმევთ ჩემს ძმას. გეხვეწები ეზელ. იმას ნუ გარევ თამაში. ნუ დააპირებ მისი ადგილის დაკავებას. თავი დაანებეთ. დარჩეს სხვანაირი, დარჩეს ისეთი როგორიც მახსოვს, სულ ერთია, ის უკვე მოგდა. ასე მოგონებები მაინც დამიტოვეთ. ეზელ გეხვეწები. მე თქვენთან ვარ. მოგეხმარებით, ოღონდ გეხვეწები ძმას ნუ წამართმევთ. გთხოვთ. ის არ წამართვათ. Tamam. კარგი Özür dilerim. მაპატი Haklısın. მართალი Sen ეს seni ეს იმიტომ გავაკეთეთ daha yakınlaştırdın. რომ შენთან დაახლოვება გვინდოდა Ama მერტ ეს აღარ განმეორდება bir daha almış. Bir daha almış. აღარ განმეორდება Masumiyet. გულუბრყვილობა ადვილი მოსაკლავია Şiddet. მას Masumiyet. ძალადობა კლავს შამპუნი მოიტანე. მიდი ერთი შამპუნი მოიტანე. ძია, გეყოფა. როდემდე უნდა მაბანაო? აღარ მინდა ბანაობა. მიდი მომკალე.
მიდი ზია, მორჩი ამ საქმეს. მოვრჩეთ მეთქი ზია, მოვრჩეთ ამ საქმეს. გაუშვით. გეყოფა. ჩემი ხალხი საკუთარ დაპირებებს სისხლით აწერს ხელს. ეს მათი წესია, მეგობარო. მიდი ზია, საიქიოში მელოდებიან. გადაჭერით ოგი. სიტყვას როცა ვიძლევით, მას ყოველთვის ვასრულებთ. ეს დანა მიცემული პირობის გარანტიაა, მეგობარო. რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? ეზელის შემოთავაზებას ვიღებ. რომელ შემოთავაზებას? მე ხელზე დანას მოგაბჯენ. შენ კი ჯენგის მომართმევ. რამეს მოიფიქრებ და ჯენგის ციხეში გაუშვებ. არ დაგავიწყდეს მიცემული პირობა. არ დაგავიწყდეს. არ დაგავიწყდეს. არასოდეს. შენი ეზელ. ეშმაკსაც წაუღიხარ ეზელ. შენი ეზელ. არ მომიყვები? არასოდეს არ მეტყვი, ვისთან მქონდა რომანი. ახლა ყველაფერი მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. ახლა არავინ არ ყავს. ჯან, მე სახლში ვარ. მამა მოვიდა. ეზელ? საქმე გაკეთებულია. ჯენგიზის სახლში ბრუნდება. ახლა მას მე მივხედავ. უილი კლავს გულუბრყვილობას. და კიდევ ღალატი და საიდუმლოებები. მე ახლა ყველაზე უკეთესად შემიძლია შურისძიება. მე ხომ შურისძიების გამო საკუთარი ხელით მოვკალე ჩემში გულუბრყვილობა. ეზელ. ბაჰარ. ეზელ რა მოხდა? მე ვერასოდეს შევძლებ უკან დაბრუნებას. მე ვერასოდეს ვერ დავბრუნდები. სად? სად ვერ დაბრუნდები? ეს რა ჩავიდინე ბაჰარ. რა ვუქენი საკუთარ თავს? არაფერი. არაფერი არ გიქნია. ეს რა ვუქენი საკუთარ თავს? რა ვუქენი საყვარელ ადამიანებს?
წამოდი ჩემთან. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობ. Olmayacak. არ იქნება. Hiçbir şey. კარგი არაფერი აღარ მოხდება. Ben მეგონა geri dönerim. რომ შევძლებდი უკან დაბრუნებას. Geri dönerim sana. მეგონა რომ დაუბრუნდებოდი ბაჰარ. Geri dönecek. უნდა დაუბრუნებულიყავი. Eve geri სახლში უნდა დაუბრუნებულიყავი. neler yap. იმდენი რამ ჩავიდინე. Öyle şeyler. იმდენი yap. რამ ჩავიდინე ბაჰარ. Öyle şeyler. რა აღარ yapıyorsun. ჩავიდინე. Yüzüm. ჩემი სახე. Yüzüm. სახე. Artık მე ვერავინ ვეღარ მხედავს. მე გხედავ ეზელ. მე გხედავ. რა გულმოდგინედაც არ უნდა დაგეგმო თამაში. რა ვირტუოზულადაც არ უნდა ითამაშო. ცხოვრება მაინც გაჯობებს. ერთი დღით ადრე. ნუ გეშენია, მომავალში გაიხედე. ისეთ რამეებს დაინახავ. Üstün kirlenmiş. დაისვარე მეგობარო. Yenisini getir. სუფთა დასასმელი მოგიტანო. საქმეს მიხედე. მომავლიდან ერთი სურათიც კი საკმარისი იქნება იმისთვის. იმისთვის რომ ყველაფერს მიხვდე, წვრილმანმა რომელიც არ გაითვალისწინე შესაძლოა მთელი შენი ბედის წერა შეატრიალოს. ერთი თვის შემდეგ. ყველაფერი გაითვალისწინე. გაუთვალისწინებელი წვრილმანები წინ დაგხვდება. Sanık Cengiz Atay. ჯენგიზ ატაი, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 91 მუხლის თანახმად, ბრალადგედებად განზრახ მკვლელობა, თაღლითობა და სამხილების დამალვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუდამო პატიმრობა მოგესაჯათ. Müebbet hapis cezasına mahkum edilmiştir. მაშინაც კი როცა ყველა მოთამაშეს ვირტუოზულად მართავ. ყოველთვის გამოჩნდება უმნიშვნელო დეტალი, რომელიც ყველაფერს გააფუჭებს. ვინ ხარ? გამაგებინე ვინ ხარ? ვინ ხარ? ნუ გეშინია. მომავალში გაიხედე. და გაიგებ ვინ ჩაგიშალა თამაში. დაბრუნდი წარსულში და გამბედაობა თუ ჯან ჯან რა მოხდა შვილო? საშინელის სიზმარი ვნახე, შეიძლება თქვენთან დავწვე. მოდი. რა თქმა უნდა თუ დედანებას მოგცემს.
çekinme. ნუ ყოყმანობ. Her şeyi გაიხსენე ის დღე, ის საათი, ის წუთი, როცა ყველაფერი დაიწყო. o anı hatırla. Ve çok sert. და მოემზადე სიმაღლიდან ვარდნისთვის. წამოდი შვილო, ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ დღეს გაგრძელდება. ცოტა ხანს კიდევ მოგვიწევს დამალვა, მაგრამ მე ამ საქმეს მოვაგვარებ, გვპირდები. ყველაფერი კარგად იქნება. მერე კი თუ მოინდომებ ჩვენთან იცხოვრებ. დედა იზრუნებს თავის შვილს. თუ მოისურვებ, იტალიაში დაბრუნდები. Ya da Gargi? istersen İtalya'ya dönersin yine. რამის? Azat İtalya. აზაც ძალიან უყვარს იტალია. შვილო, გაიგე და შენ მარა თქვა. Yo, არა, annem bir şey... დედა არასდროს არაფერს ამბობს. Annem senin ağzını... ის შენს განკარგულებებს ელოდება. Azat. აზად, Yalan. Senin bir söz... ხმის söyleme უფლება hakkın გაქვს var და ben მე ვერ seçtim. შემნიშნე? Ya benim... მე? Benim bir söz... მე მაქვს ხმის უფლება. ერთი თვე შვილო, კიდევ ერთ თვეს გაუძელე, გვპირდები უკან დაგიბრუნებ შენს ცხოვრებას. Hayır. არა, Verme. ვერ დამიბრუნებ. Ne sandın? საერთოდ რაზე ვფიქრობდი? Vereceğini mi sandın? შენს გჯეროდა რომ შენს ცხოვრებას უკან დაგიბრუნებდა. Seninkini მერე verdim. დაგიბრუნა? Kimin hayatını alıp... ვისაც ცხოვრება დაუნგრიაოდეს მე ვინმეს რამე დაუბრუნე მამა? Çocuklarının... ეზელს, შენ შვილებს, ვინმეს დაუბრუნე? აზად, Bilmediğin შენ laf. თვითონ არ იცი რაზე ლაპარაკობ. Şu halde შემომხედე რა დღეში ჩავარდი დედა. elimde bir tane... გაცვეთილი ჩემოდანი დამაქვს. უკან მკვლელები მომდევენ. სახელი გამოიცვალე და გავრბივარ. Çalışıyorum. არაფრის გაკეთება არ შემიძლია ძია რამიზის სურვილის საწინააღმდეგოდ. Ne ay... მაგარი ოჯახი გაქვს. ოჯახი? შვილო, ეს ოჯახი ყველაფერს მსხვერპლად სწირავს შენი გულისთვის. Yok baba. არა მამა, Sırf kızım მე değilim უბრალოდ artık. შენი ქალიშვილი კი არ ვარ. Adamınım da. შენი საკუთრება ვარ. Neyim varsa. ყველაფერი რაც გამაჩნია შენ Bundan გეკუთვნის. sonra sana ait. ასეთია ძია რამიზის თამაშის Ramiz წესები. dayının budur yolu. Sana ait ol. აი ახლა ყველაფერი რაც ჩემია შენ გეკუთვნის. Bir ben kaldım. მხოლოდ მე დარჩი. Paşa ხილად გამომიყენე მამა. ერთი თვე შვილო, მხოლოდ ერთი თვე. Yok. არა, Değil. შენი გეგმები არ არის მთავარი. Seninle. მთავარი შენ ხარ. Değil. შენ, Mesele შენ sen. ჩიხი ხარ. Sen. საკმარისია ადამიანი მანდ მოხდეს. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. Bir kere çektim. ვიდრე შენ ცოცხალი ხარ, ჩვენ ჩიხში ვართ. გინდა თუ არა ჩიხში ხარ. Sen შენ yaşadığın დაწყევლილი ხარ. sürece biz senden. შენ სხვა ადამიანებს ითრევ ასე ცხოვრებაში, მამა. Sen de. İstemesen აბა, de. კმაყოფილი ხარ? İnsanları içine çeken. მეც ჩამithრიე. Dipsiz. Karanlık. მითხარი, Belalı bir კმაყოფილი ხარ?
მამა, ასეთია ჩემი ცხოვრება. Atladım ეს ben de. შენი ცხოვრებაა. ჩემი არა. Kamil. Ziya's დაურეკე. Hazır mı? მზად არის? მზად არის. ალი? მან დაპატიჟა ზია. ხვალდილით ხვდებიან ერთმანეთს. ეზელ. ნუ თუ დრო მოვიდა. Geldi ო, Kamil. 12 წლის შემდეგ როგორც იქნა დრო მოვიდა. ხვალ Cengiz'i ციხეში გავუშვებ. დილაობით არ ჯობს აკოფნა. დილან დილოდინი არ მჭირდება ჩემს კითხვაზე პასუხის მისაღებად. პასუხი უკვე მივიღე. რაზე ლაპარაკო? შენ მირეკავ, მთხოვ რომ სასტრაფოდ მოვიდე. მაგრამ ტუჩებში არ მკოცნი. ანუ არაფერი შეიცვალა. არც კი ვიცი. მე იმ კოცნის შემდეგ უკვე ბეჭდებზე ვოცნებობდი. ეს კითხვა მაინც გაწუხებს არა? რატომ მაკოცაო? მეგობრები ვართ თუ შეყვარებულებია? ჯერ ერთი შენ არ გიკოცნია, მე გაკოცე. მე შენ გაკოცე. მეორეც, რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ. რა იყო? არანორმალური ვარ? და როგორია შენი დასკვნა? ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ ვართ ერთმანეთისთვის. და რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? არაფერი ეზელ. დრო გვაჩვენებს. თანაც ასე უფრო საინტერესოა. თავი რომ მოგებეზრებინა ჩემთვის უარს გეტყოდი. ეს მოსაწყენი იქნებოდა. ხოდა ასე აჯობებს. დრომ გვიჩვენოს. ხო, ასე აჯობებს. ოღონდ ძალიან დიდხანს ნუ გაგრძელდება ეს. ძალიან ნუ გადავამეტებთ. ეს ნორმალურია. თუ უნდა გავაღვიძოთ. რამდენი ხანია რაც ასე ხდება? ეს რაღაც ახალია. შენთვის ახალია, ჩემთვის კი არა. უკვე ერთი თვეა ასე გრძელდება. რატომ გიკვირს? ამ თვეში რამდენი ღამე გაათიე სახლში? ანუ რა ჩვენ გამაგდე აქედან? უпростоრად მას შემდეგ რაც სხვა ქალთან წევხარ. კარგი ჯენგიზ ახლა ამის დრო არ არის, დავიღალე. კი, მაგრამ რა სჭირს? არ ვიცი. იქნები მის ბრალია რომ მშობლები მზად არიან ერთმანეთი დახოცონ ბავშვის თანდასწრებით. არ ვიცი. შეიძლება ამის ბრალია. სიზმარში ყველაფერი გაცილებით უკეთესადაა. ანუ როცა არ ზინავს, მაშინ რა ხდება? სკოლის დირექტორისგან გაფრთხილება მივიღე 2 კვირაში 4 ჯერ იჭყობა ვიღაცას წარბი გაუხედგა. ო მამიკო, ასეთი რაღაცები ხდება როცა არ ზინავს. დირექტორი გვიბარებს, ხვალ უნდა წავიდეთ. რატომ არაფერი არ მითხარი? რატომ არ დამირეკე? ჯენგიზ,
მოდი სერიოზულად მითხარი. შენთვის ეს მართლა არ არის სულ ერთი. Güzel bir uyusun. ახლა წადი დაიძინე. Yoruldun. დაღლილი ხარ. მთელი ღამე არ გიძინე. დავიძინო. ასეთ ამინჩი დილი როგორ შეიძლება? ჭხაბს მივიღებ და სასეირნოდ წავალ. რა იყო? Özlemiş. მომენატრა ის გოგო. Kıbrıs'ta. კვიპროსზე რომ შევხვდი. Sahil. რამდენიმე kızın თვისი. kızı. Aynen. ის სწორედ ასე იღიმებოდა. Aynen böyle gidiyor. სულ რაღაც შეკითხვებს მისვამდა. ცხოვრება ხან მოკლეა ეზო. Durmadan bir de soru soruyor. ნუ თუ არაფერს აკეთებ, Hayat çok სპონტანურად. Sonucunu hesap etmeden bir şey yapmaz mısın sen diye. ეკითხვა ისევ ძალაშია. არაფერს არ აკეთებ სპონტანურად. სად მიდიხარ ასე ადრიანად? იგივე თქვენ უნდა გკითხოთ. გუშინ საღამოს გადავწყვიტეთ გაგვესეირნა. საღამოს? ასე დროს თუ ბრუნდებით გამოდის მთელი სტამბოლი მოგივლიათ. Sen nereye? სად მიდიხარ? მე და ჯენგიზის სკოლაში მივდივართ ჯანთან. დირექტორი გვიბარებს. რატომ? რა მოხდა? მე რა ველაპარაკოთ ამაზე. კარგი, მე წავალ. კარგად იყავი. ხედავ დროს არ კარგავ. Her şey yok. ყველაფერი ნორმალურად უნდა ჩანდეს. Sen de aldın mı? შენც ხომ მიიღე ჯენგიზის სახლში. ყველაფერი კარგად მიდის. მე ვაკეთებ იმას, რაც შენ მითხარი ეზელ. ყველაფერი ნორმალურად უნდა ჩანდეს. ალბათ შესანიშნავი გეგმა გაქვს. Fazlası. უფრო მეტიც. Bugün başlıyor. დღეს ვიწყებთ მოქმედებას. მაინც როგორ? Cengiz'in თამაშს, რომელიც ჯენგის ციხეში მიიყვანს. როგორ? იქნებ მეც მითხრა. როგორ აპირებ ამას? en çok sevdiğim. იმას გამოვიყენებთ, რაც ყველაზე მეტად უყვარს. En იმას წავართმევთ, ვინც ყველაზე მეტად უყვარს. მე? Hayır senin. არა, შენ არა. აბავის გულისხმობ. არა. Evet. კი, Ortak. ილამშვიდობისა პარტნიორო. Günaydın. დილამშვიდობისა. Dur gitme ya sen de gel. მოიცადე ჩვენთან ერთად წამოდი. მე ერთად ვისაუზმოთ. Tamam. კარგი. Bu adam bunu yapamaz. ამას ვერ გააკეთებ ზია. თუ ვერ გააკეთებს, ეგ მისი პრობლემაა, მეგობარო. Yap yap yap. მოიცადე ეზელი შენ პირდა ბავშვი არ დაზარალდებაო. Çocuğa bir şey olmayacak diye söz verdi Ezel. ეზელი და არა მე. ხომ ასეა, მეგობარო? Şimdi de ახლა შენ ჩემ პირდები. Cana bir şey. შენ პირდი რომ ჯანს არაფერი არ დაუშავდება. დევფიქ, ამათ ჩვენ ვიმგონივართ. გონიათ რომ ბავშვს ვაწყენინებთ? Kıyar mıyız zannediyorlar. Tıraşı twins nu მირავძია. შენ პირდი. შენი სიტყვა მჭირდება. არ გჭირდება. ჩემი სახელი სიტყვაზე ძვირფასია. თუ ისე მოიქცევი, როგორც მე გითხარი. anlattığım არავინ არ დაზარალდება. kimsenin canı yanmaz. Hadi. კარგად იყავი. Ne yaptı şimdi? რა იგულისხმა პირობა მომცა? რას ნიშნავს ეს? პირობა მოგცა ძმაო. უნერვიულობ. ბავშვს არაფერს არ დაუშავებს.
თუ ისე არ წავა საქმე, ჩვენ დავხოცავს ეს იგულისხმა. Idi can. İkinizin beraber... Კარგი, ერთად რომ მოხვედით. Can bizi... ვერ გეტყვით როგორ დაგვალა ჯანმა ამ ბოლო დროს. ბავშვები, თქვენ ხომ სკოლის დირექტორი ხართ? მიჩვეული ხართ ამას? მიჩვეულები ვართ ბატონო ჯენგიზ. ამიტომ მაშინვე მივხვდი პრობლემის სათავეს, როგორც კი ჯანი დავინახე. იქნებ ჩვენს გვითხრათ. ჯანს აქვს სინდრომი, რომლითაც ბავშვების 5% იტანჯება. ეს არის ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების ნაკლებობის სინდრომი. ეგ ალბათ ფსიქოლოგიასთან არის კავშირში, არა? დიახ, ფსიქოლოგიური სინდრომია ასეა. ამას მისი დანახვისთანავე მიხვდით? გამოდის, რომ ჩემი შვილი არანორმალურია. გაიყვანეთ რა ეს აქედან. წადი ჯან. წადი აქედან. ხმელეთი ვარ ვიძახებ ჯანს. ხმელეთი ვარ ვიძახებ ჯანს. ბავშვებო დაწნარდით. ახლა გაჩვენებ ხმელეთს. ჯან. თქვენ ვერ გაგვიგეთ. არავინ არ ფიქრობს, რომ ჯანი არანორმალურია. მაშინ გამოდის, რომ პრობლემებს თქვენ უქმნით. ამის თქმა გსურთ? არა. თქვენ უქმნით პრობლემას. ამიხსენით? ჩვეულებრივ ეს სინდრომი თავს იჩენს ხოლმე 5-6 წლის ასაკში. შესაძლოა უფრო გვიანად გამოვლინდეს თუ ბავშვს რამე ტრავმა აქვს გადატანილი. შესაძლოა მისთვის რამეს მიეყენებინა ტრავმა. ვთქვათ, ერთი თვის წინ. ბოლო დროს ოჯახში უთანხმოება გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ჯანზეც მოქმედებს. შეიძლებოდა აქაც მიეღო ტრავმა თქვენთან ურთიერთობისას. ბატონო ჯენგიზ, მე მინდა თქვენ შვილს დავეხმარო. ჩემ შვილს არ სჭირდება თქვენი დახმარება. მაგრამ მას თქვენი დახმარება სჭირდება. ჯანი ყველა საუბრისას თქვენ გახსენებთ. მაინც რას ამბობს? მამაჩემს ეს შეუძლიაო. მამაჩემი მაგარიაო. მამაჩემს ძალიან უყვარვარო. მამაჩემი წავა, მამაჩემი დაბრუნდებაო. მე მას ვერასოდეს ვეღარ ვნახავო. მე არ საწასვლას არ ვაპირებ. კარგი იქნება თუ ჯანსაც ეტყვით ამას. რა უნდა გავაკეთო? ერთს მე ვერ გიტანთ, ერთ-ერთს. ხო და წადი. ჯან. თქვენ არ შეგიძლიათ დაკვრა. ჯან. წადი. შენ რაღა გინდა? ნაყინე. წამოდი გავიპაროთ და სადმე ნაყინი შევჭამოთ. ჯან მოდი აქ. კარგი. ნონდაჟდით ჯანს. ჩაიწერეთ, როდის არის ხოლმე დაბნეული, როდის გამოდის წყობიდან. როცა დაწყნარდება ეს გაულის? ამას უნდა შეეგუოთ ბატონო ჯენგიზ. ეს სინდრომია. კარგი, ტრავმამ პროვოცირება გამოიწვია, მაგრამ ზოგადად მიზეზი რა უნდა იყოს? როგორც წესი, ეს ოჯახიდან მოდის ხოლმე. გესმის ეიშან, ამაშიც კი მე ვარ დამნაშავე. ჩემი შვილი მიყურებს და გიждდება. ჯენგიზ, თავარი ის არ არის რას ხედავს. ლაპარაკია გენეტიკაზე. თქვენ ხომ მისი ბიოლოგიური მშობლები ხართ? რა თქმა უნდა. ეშმაკმა წაგიღო სომერ.
ეაზელ, შენ არ გყავს შვილები. არა. მაგრამ შენ აერ შვილზე უარს არ ვიტყოდე. არ გირჩევ. რატომ? თავიდან მოგეწონება, მაგრამ მერე მოგბეზრდება. თავიდან ითამაშებ ხოლმე ჩემთან ერთად. მერე კი დაგეზარება. შენ ზურგ შემოგწევ. მოგბეზრდები. და რას ვიზამ თუ მომბეზრდები? ბრელმანებზე გაბრაზდები. დედას წემ ხოლმე დათვრები. იცი რა არის ყველაზე უარესი წიეზელ? Ortak. პარტნიორო, Benim kaçmam მე lazım. უნდა წავიდე, საქმე მაქვს. მერე დავილაპარაკოთ. ჯენგიზ. ყველაზე უარესი ის არის, რომ საერთოდ ვეღარ შემამჩნევ. რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ვერ შემამჩნევ. მოდი ჩემთან. ჩაჯიკი. ნახინი ნელაჭამე, ხომ ხედავ, ხმა შეგეცვალა. რა ხდება ტევფიკ, მათგან ჯერ არაფერი ისმის? არ მესროლო, მორჩა, წავაგე. წავაგე. ალო. მაპატიეძია ბავშვთან ერთად ვარ. დრო გადის ტევფიკ. დრო გადის. უკვე უნდა დავიწყოთ. ჯერ არაფერი გადაწყვიტეს? მარაძია. ჯერ გამათობე. იმას ისედაც არ ენდობი, ახლა აღარც შვენი გჯერა. ტეფოს გაუგზავნი, ჯანს გვერდიდან არ მოიშორებს. გეუბნებით, ყველაფერი შეიცვალა მეთქი, ჯანს რაღაც სინდრომი აღმოაჩნდა. ამის პროვოცირება იმან გამოიწვია, რომ მამამისი ხშირად არ იყო სახლში. ახლა გინდათ, რომ სულ წავართვათ მამა. ჯანს რა ელის? ცოტა იდარდებს. თქვენ ღიარულად ხართ. ეს თქვენი პრობლემა არ არის. ალიშვილის ჯანმრთელობას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. რა გამოდის? უკან დავიხიოთ? ყველა ჩვენი გზით წავიდეთ. ყველას მაგივრად არ ვაპირებ პასუხის გაცემას. თუ თქვენ დღეს გინდათ ამის დაწყება, მე თანახმა არ ვარ. შენინებაა ეიშა. ვერ დაგაზარებთ. მიდი თქვი რა გაქვს შეფიქრებული. ნუ თამაშობ ვითომ მიდიხარ, მომბეზრდა ეგ შენი ოინები. მე სხვა მხრიდან ვუყურებ ამას. სანამ ჯენგიზის შენ გვერდითაა დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ჯანს არაფერი დაემართება. აქამდე ყველაფერი ნორმალურად იყო. აქამდე ყველაფერი ნორმალურად იყო. ხშირად ეს ადამიანის ბოლო სიტყვებია ხოლმე. ყველაფერი შეიცვალა, ეიშა. ქმარი ხალატობს გცემს. დღითი დღე სულ უფრო სახიფათო და უგუნებო ხდება ჯენგიზის საქციელი. ასე არ არის ალი? ო, ჯენგიზი სულ გაგიჟდა ეიშან. არ ვიცი ოდეს მე თუ მოვა აზრზე. ჯენგიზის ცნობა აღარ შეიძლება ეს მართალს ამბობს. ჯენგიზი სახიფათოა ჩვენთვის. მაინც რითია ასეთი სახიფათო? იმით რომ ის წარსული ცხოვრობს. იყო ფალი, ჩვენ ყველანი წარსულით ვცხოვრობთ. მე მხოლოდ ერთი რამ მესმის, მოსაუბრის მზერა. ზოგი პატიებას ითხოვს, ზოგი სამართალს. ზოგი ჩუმად იცდის, მაგრამ თვალები ამბობენ მის სათქმელს. ჯენგიზის თვალები ამბობენ, დამაცადეთ ყველას გაგისწორდებითო. ის ამ გზას დაადგა. და აქედან ერთადერთი გამოსავალი არსებობს. გასაგებია, ერთადერთი გამოსავალი. მაინც რა? უნდა დავასწროთ. გასაგებია შენ ჯანის გამო გეშინია. მართალი ხარ. მაგრამ ჯენგიზის გვერდით ის უფრო უარესად გრძნობს თავს. ჯენგიზი ვერ აიღებს ბავშვის გამო პასუხისგებლობას. ვერ მოაგვარებს მის პრობლემებს. ჯენგიზი გამოსავალი არ არის. სწორედ ჯენგიზია პრობლემა. გამოსავალი რა არის? რა უშველის ჯანს? მას ნამდვილი მამა სჭირდება. ის, ვინც მასზე უფრო მეტად იფიქრებს, ვიდრე საკუთარ თავზე. თუ კი ეს საჭირო იქნება. ის, ვისაც ბავშვი ეყვარება არა როგორც მეგობარს, არამედ როგორც მამას. მეგე თვინმეს თუ იპოვი, იქნებ მეც მიშველოს. კარგი მამაა საჭირო ეიშა. ცუდს უფრო მეტი ზიანი მოაქვს მისთვის. ტრავმას აყენებს ბავშვს. შეიძლება დაღუპოს კიდეც.
Kara kara gözler ona buna bakıyor mu? ჯენგო, შენ როგორც ყოველთვის დროულად მოხვედი. Ruhuna el Fatiha. Oyuncacık beli şimdi başka biri sarıyor mu? Oh be. რა სილამაზეა. Hayatta sevdiğim her ყველა ძვირფასი ადამიანი აქ შეკრებილა. Sevgili Eyşan. საყვარელო ეიშან. Kendimi მითხარი რა გავაკეთო რომ მაპატიო? Söyle. ჯან სკოლაში წავიყვან. კონცერტი აქვს. Tamam. კარგი, მე თვითონ წავიყვან. Kolay. ჯენგიზ. არ ღირსაჭეს თან დაჯდომა ასეთ მდგომარეობაში. Tabii. რა თქმა უნდა აღირს. Temiz. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა. Hayatta bırak. არავითარ შემთხვევაში. ტევფიკ. ალი თუ წინააღმდეგი არ იქნება. იქნებ შენ წაიყვანო ბავშვის სკოლაში. Baş üstüne efendim. რა თქმა უნდა. Düzgün bir ses. ეგრა უბედურებაა, რას უკრავ? Şaka yaptım ulan. ეხუმრე გააგრძელე ვარჯიში, მიდი, ივარჯიშე. ოდესღაც მე თვითონ ტრომბონზე უკრავდი. ამის გამო დამცინოდნენ კიდე სანამ ვიჯექი. სადი ჯექი. İçerisi სად ვიჯექი და სახლში ვიჯექი. მატყუებ შენ ციხეში იჯექი. სულელი ნუ გონი ვარ. Dayı biz çıktık. ძია გამოვედით. კარგი, ბავშვის გამო ნუ ნერვიობებ. Sizin თქვენი შვილები თქვენ არ გეკუთვნიან. gerçekte ისინი თავად ცხოვრების საკუთრებანი არიან. onlar kendilerine თავისი გზით მოვიდნენ ამ სამყაროში. ve kızlarıdırlar. Sizler თქვენ არ aracılığıyla გეკუთვნიან. dünyaya gelmişlerdir ama თქვენ გვერდით არიან, sizlerdir. Sizlerin მაგრამ თქვენი საკუთრებანი არ არიან. malı değildirler. Can. ჯან, Okula git. შენ ხომ არ გინდა სკოლაში? O zaman şöyle. მოდი შენს მშობლებს უთხრა თვითონ სკოლაში იყავი. ჩემთან ერთად წამოდი. რაღაც საქმეები მაქვს. Ama sen istersen benimle. სახლში დაბრუნების დრო რომ მოვა, მიგიყვან. Sonra dönüş vakti hop ben seni eve ერთად წავიდეთ. Tamam. კარგი. ძალიან კარგი. Onlara გიყვარდეთ შვილები, მაგრამ სულში ნუ ჩაუძურებით. sevgilerinizi მათ საკუთარი ფიქრები და onların გრძნობები აქვთ. düşünceleri vardır. Bakıyorum bir ხედავ, კარგად გამოგდეს მეგობრობა ჩემს გოგონებთან. Bahar'dan çok მე მგონი იშანთან კიდე უფრო უკეთესად ვიდრე ბაჰართან. Baharda daha iyi. შეიძლება ითქვას, რომ ბაჰართან უკვე გამომდეს. ne kadar სერიოზული მიზნები გაქვს? Bakıyorum. ჯერ ფიქრობ.
კარგად დაფიქრდი, არ შეცდე. თუ სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, რამდენიმე კითხვას მოგცემ, როგორც საყვარელი ქალიშვილის მამა. ჩვეულებრივ შეკითხვებს, მაგალითად, ვინ არიან შენი მშობლები? Yani bildik şeyler. არ მეტყვი? Kimdir bu adamın anası და babası? სად არიან? Yoklar. ისინი გარდაიცვალდნენ. Eğitim რა განათლება გაქვს, სად სწავლობდი? mesela. Sokak. ქუჩაში. ვინ არიან შენი მეგობრები? ვისთან შეიძლება შენი ამბის კითხვა? Yok, tek başına. არავისთან, მე არავინ არ მყავს. İşin სად მუშაობ? ne? რას აკეთებ? საერთოდ მუშაობ თუ არა? Kumarı. მოთამაშე ვარ. Tam hayal. სწორედ ასეთ სიძეზე ვოცნებობდი. Peki ნარკოტიკები, მკვლელობა, cinayet filan. წარსულში გააქვს რამე ასეთი? Çok yok. ცოტა, მაგრამ ესეც საკმარისია. Asıl soruyu... თავარი კითხვა არ დაგისვამს. Paranın... საიდან მაქვს ფული? İlk რა vurduğum იყო ne? ჩემი პირველი საქმე? Diğer bir deyişle... სხვანაირად რომ ვთქვათ, რა არის ჩემი სუსტი ადგილი? არა, შვილო, ეგ მე არ მეხება. Bence de... გეთანხმები? Ama... მაგრამ რატომღაც ძალიან ცდილობდი ამის გაგებას. Zayıf noktası... ჩემი სუსტი ადგილის გაგებით და ჯენგიზისა და ალის გამოყენებით მამიკო ჩემი ფულის ხელში ჩაგდებას შეძლებდა თუ არა? Delikanlı. Ayıp. კარგი არ არის საჭირო ასეთი ლაპარაკი. ამაშიც გეთანხმები. ალი და ჯენგიზიც ასე ფიქრობდნენ. Şantajdan hoşlanmıyor. მათ არ უყვართ შანტაჟისტები. ამის გამო კინაღამ დაიღუპენ. Ama ne არც კი ვიცი ჯენგიზმა რატომ დაგინდო. size? იქნებ მას სხვა გეგმა აქვს. Başka bir... რა სიტყვი? Ne diyorsun? რაზე ლაპარაკობ? Sonra buraya... მე უცებ მამიკო აქ გამოჩნდა. მათ სახლში მიგიღეს. Onlar... ეს როგორ გამოდის? Size aldılar. საკუთარ მკვლელთან ერთად Ama şimdi bak... ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობ. Söyleyen adamla muhabbet სწორედ ediyorsun. ასეთ ადგილზე ვოცნებობდი. Vallahi მეც. tam hayalimdeki kayınpeder. Ne istiyorsun? რა გინდა ჩვენგან? Ben senden... შენგან რამე თუ მომინდება, შენი თანხმობის გარეშეც მივიღებ. Buradaki საქმე ისა, hangi taraf? შენ ვის მხარეს იქნები? მიმცემის თუ ამღების? Alan tarafta mı? Acele etme. პასუხზე ნოაჩქარდები. Sakin. წყნარად იფიქრე. Bir şey yapayım o თუ რამეა დაგირეკავ? Arayayım seni. დაგირეკავ. Gerek yok. არ გინდა. Sen bir şey... შენი ყველა ნაბიჯის შესახებ შენზე ადრე ვიცი. ყველაფერი გაიგე ჯან? Babana ne yap? მამა შენს რომ მოუყვე ამის შესახებ ჩემომახჭობს. არ ვეტყვი. შეგიძლია მენდო. Güveniyorum. კარგი გენდობი. ეს ვინ არის? Kimse? არავინ. Kimse yok orada. იქ არავინ არ არის. Sen şimdi okulda... შენ ხომ ახლა სკოლაში ხარ და ტუჩის გარმონზე უკრავ. Gel gel. მოდი აქ, მოდი. Buraya. მოდი აქ ბიჭუნა. Gel bakalım. ოდესმე გითევზავია? Gel. ესე იგი, არა. Tutma önceden sen ha. არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Tutmadın demek ha. კაცმა თევზაობა უნდა იცოდეს. Balık tutmak çok önemli. თევზაობას როგორც კი ისწავლი, მაშინვე რამდენიმე წლით გაიზრდები. ეს გამომართვი? Al bunu koltuğa. ზედ მიიბჯინე. Şöyle. Hah, tut orada. ოჯახ, აი, ასე დაატრიალე. Öyle. Ha bak bugün დღეს balık çok, კარგად მოდის თევზი ანკესზე. çok güzel. ნახე, რამდენი ლამაზი თევზია. Bak balık geliyor. აი, თევზი, ნახე. Herif öldüğü yer... მისი წყევლა არ გშორდება, თუმცა უკვე მოკვდა. Tabii içerim. რა თქმა უნდა, გავაგრძელებს მას. ომერს არ დავუწყებლი ვართ. ჯანს რაღაც სინდრომი აქვს, ეს არის და ეს. Eyşan, ეიშან, sen o Mert'in... შენ უბრალოდ მერტი არ გინახავს ბავშვობაში. Tam bu. ის ზუსტად ასეთი იყო. Öyle değildi. Ama bu... ომერი არ იყო ასეთი. რაც გინდა დაუძახი ამ სინდრომს, სულ ერთია. მერტი ზუსტად ასეთი იყო. ხოდა თავი დავანებოთ ამ ყველაფერს. რა შეგჭირდება ომერის ავადმყოფი შვილი?
შენ რატომ უნდა გაზარდო? ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე. რა იყო? რა მოხდა ჯენგიზ? ვინ არის ეს? ალო? შენ გირეკავენ. ალო? აბარა სიტყვი მეგობარო, ბუხტებით ერთმანეთს მე და ეს ბიჭი. ბავშვს ერთი ღერით მას რომ ჩამოუვარდეს თავიდან. რა სიზა? რა იყო, რას გაჩვენდი მეგობარო? მაინც რით დამემუქრები. რა გინდა რამის? პირველ რიგში პასუხი მინდა შენგან. მაშინ შეგვაწყვეტინეს. შენ თქვი ყველაფერი ფეხებზე მკიდიაო, გახსოვს? ხო და ვიფიქრე, ალბათ, მაინც არის რაღაც, რაც ადამიანისთვის სულ ერთი არ იქნება მეთქი. აბა? რა სიტყვი? გისმენ? არაფრის თქმა არ გინდა? მეგობარო. მამა. ჯან. აბა რა სიტყვი? მართლა ყველაფერი ფეხებზე კიდია? არ გინდათ. ეს ხომ მტკივნეულია, არ გინდათ გეხვეწებით. ხელი არ ახო ჩემ შვილს. თუ რამე გაქვს გასარკვევი, ჩემთან გაარკვია რამის. ასე შეიძლება საღამომდე ვილაპარაკოთ. პრინციპში მეცაწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შენ თუ ყველაფერი ფეხებზე კიდია, ვეტყვი ბავშვი წყალში გადააგდონ და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მოაკეთებ ამას, არ გინდა? უკანასკნელად გეკითხები მეგობარო, შენთვის ეს სულ ერთია თუ არა? არა, არ არის სულ ერთი. ჯანს თავი დაანებე. ო, შენ 10-იანში გაარტყი. თავი დაანებე ბავშვს. ნაძირალავ. თავი დაანებე. შენ მოიგე. გამოუშვე. ახლა არა. თუ ზუსტად შეასრულებ ჩემს მითითებებს, ბავშვი ცოცხალი გადარჩება. ყველაფერს დამიჯერებ. რა გინდა? რა უნდა გავაკეთო რამის? თქვი. 9 საათი გაქვს. მიხვალ მის სამართზე, რომელსაც მე მოგცემ. თუ სიტყვას დაძრავ პოლიციასთან ან ვინმესთან, მაშინ ვიფიქრებ, რომ ნამდვილად ყველაფერი ფეხებზე კიდია. თევზ ტკივა. მორჩა? ახლავე. Bitti. აი, მურჩა. არ მომწონს თევზაობა. მოდი სხვა რამე გავაკეთოთ. კარგი, სხვაგან წავიდეთ.